სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6.9%-მდე გაზარდა. ამ და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთს ეწევა. საქართველოს პრემიერს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ კაპაროვი უმასპინძლებს. გათეთრებული ასეულობით მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა პროკურატურა აცხადებს, რომ ტრანსნაციონალური დანაშაული უცხოურ სპეცსამსახურებთან ერთად გახსნა. სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ მაისში რეფინანსირების განაკვეთი ზრდა მიზანშეწონილი იყო, ინფლაცია კი პიკს 2026 წლის შუა პერიოდში მიაღწევს. ქართული ეროვნული მინერალური წყალი ბორჯომი ამერიკის ბაზარზე შედის. ბრენდი ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის პრემიალური ქსელის მარკეტებში და მთელი ამერიკის მასშტაბით ამაზონზე იქნება წარმოდგენილი. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. გათეთრებულია ასეულობით მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა. პროკურატურა აცხადებს, რომ უცხოურ სპეცსამსახურებთან ერთად გახსნა ტრანსნაციონალური დანაშაული. ყადაღა დაედო 173 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, ძვირად ღირებულ უძრავ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს. პროკურატურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში 10 ივნის საჭარის ტერიტორიაზე დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები. უცხოეთის 2 მოქალაქე სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე გამოძიებით კი დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ფსევდონიმით აუდი A6 2022 წლიდან ფუნქციონირებდა. ჯგუფს ინტერნეტ სივრცეში კიბერდამნაშავეების და სხვა კრიმინალებისათვის უზრუნველყოფილი ჰქონდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრება და დანაშაულის კვალის სამართალდამცავებისაგან დაფარვა, რაშიც იღებდნენ სოლიდურ სარგებლეს. 2022-25 წლებში უკანონო საქმიანობის ფარგლებში აუდი A6-ის წევრების მიერ გათეთრებულია რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა. გარდა აღნიშნულისა, დანაშაულებრივი ჯგუფი ასევე მართავდა კიბერკრიმინალურ ფორუმს დასახელებით Dark Webs, რომელიც გამოიყენებოდა უკანონო სერვისების რეკლამირებისა და მსოფლიო მასშტაბით კიბერკრიმინალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-დან 6.9%-მდე გაზარდა. როგორც IMF-ი აღნიშნავს, გლობალურად მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს, რასაც ხელს უწყობს გონივრული მაკროეკონომიკური მართვა და ძლიერი ბუფერები. იმ დაშვებით, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი უახლოეს პერიოდში დასრულდება, პროგნოზის მიხედვით 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 6.9%-მდე შენელდება და 2028 წლისთვის თანდათანობით დაუახლოვდება მის საშუალებადიან პოტენციურ მაჩვენებელ 5%-ს, მიიჩნევს სავალუტო ფონდი. მათივე პროგნოზით მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2027 წლის შუა პერიოდისათვის დაუბრუნდება 3.3%-იან დონეს, ხოლო სახელმწიფო ვალი გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გაგრძელების პირობებში ახლოს დარჩება მიმდინარე მაჩვენებლებთან. სავალუტო ფონდი საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს. ეს ცვლილებები IMF-ის ტექნიკური დახმარების რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა. ფონდის შეფასებით, CEB-ის მმართველობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს შორის უნდა აღინიშნოს აღმასრულებელ წევრებს შორის პასუხისმგებლობების განაწილება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ჩანაცვლების მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერება. 2022 წლის უსაფრთხოების შეფასების რეკომენდაციების უმეტესობა უკვე განხორციელებულია, მათ შორის ახლახანს გაუქმდა მთავრობისათვის დისკრეციული ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობა, ნათქვამია სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ანგარიშში. ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებისთვის დამატებითი რეფორმებია საჭირო. ფონდის შეფასებით, კოლეგიალური გადაწყვეტილების მიღების მოდელზე გადასვლა გადაწყვეტილებების ხარისხს გააუმჯობესებს კოლექტიური განხილვის გზებით. ახლა კი დღის სხვა თემების დაახლოებით 10 დღეში ალაობა დაიწყება, თუმცა მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით ფერმერებს შარშანდელი მოსავალი 10-15% ჯერ კიდევ გაუყიდავი აქვთ. მიზეზი ქართულ ხორბალზე დაბალი მოთხოვნაა. ასოციაციის ხელმძღვანელი BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქართველი ფერმერები ვერ უძლებენ კონკურენციას რუსეთიდან იმპორტირებულ იაფ ხორბალს. ნიკოლოზ ბენიანიძე ამბობს, რომ საქართველოში მოყვანილი ხორბალი ქვეყნის მოთხოვნის მხოლოდ 20%-ს შეადგენს, თუმცა ამ მცირე რაოდენობის რეალიზაციაც კი პრობლემურია. იმპორტირებული ხორბალი შემოდის აქტიურად
და ამან ხელი შეუშალა ადგილობრივი ხორბლის გაყიდვას, იმიტომ რომ კონკურენციას ვერ ვეწევით და თვითღირებულებაზე დაბლა იყიდება, დარჩენილია შარშანდელი მოსავალით სამწუხაროდ 10-15% დაახლოებით. 20% მოყვავს და იმის გაყიდვაც უჭირს ფერმერს. რაღაც სამართლიანი წესები უნდა იყოს გატარებული, რომ გადარჩნენ ფერმერები, რომ ესე გაგრძელება ფიზიკურად წარმოუდგენელია. რძის პროდუქტების ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. არანატურალური რძისგან, მცენარეული ცხიმებისა და რძის შემცველი ნედლეულთაგან დამზადებული პროდუქცია ნატურალური რძის პროდუქტებს როგორც შეფუთვაზე, ისე მაღაზიის თაროებზე სპეციალური ფერადი ნიშნით გამოიყოფა. როგორც ყველის ასოციაციის თავმჯდომარე მანა მიქაძე ჩიკაიძემ განაცხადა, ახალი რეგულაცია შეეხება როგორც მწარმოებლებს, ისე სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან ასეთი პროდუქცია მომხმარებლებისთვის მკაფიოდ გამიჯნულად განათავსონ. სახელმწიფომ საბოლოოდ გაიზიარა სექტორის არგუმენტები, რომ მომხმარებლებისთვის მხოლოდ პროდუქტზე მცირე შრიფტით დატანილი ინფორმაციის წაკითხვა საკმარისი არ არის და ხშირ შემთხვევაში ადამიანები ვერ არჩევენ რეალურად რას ყიდულობენ. ყველის ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ცვლილება მხოლოდ შეფუთვის მარკირებას არ შეეხება. ახალი წესებით სავაჭრო ობიექტებს, სუპერმარკეტებს, ჰიპერმარკეტებს და უბნის მაღაზიებს დაეკისრება ვალდებულება, რომ პროდუქცია, რომელიც რძისგან არ არის დამზადებული, ცალკე სივრცეში განათავსონ. რაც შეეხება რეგულაციის ამოქმედების ვადებს, მისივე თქმით, პროცესი ჯერ დასრულებული არ არის და საბოლოო დეტალები დამატებითი კონსულტაციის შემდეგ დაზუსტდება. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით 42 ეგრეთ წოდებული მაინერი ნივთმტკიცება დამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ადგილობრივები ამ მოწყობილობების საშუალებით სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლის მიღებას. სამინისტროს ინფორმაციით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით. საქმეზე გამოძიება საქართველოს სიცხლის სამართლის კოდექსის 229 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დატაცებას და უკანონო მოხმარებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ მესტიაში კრიპტომაინინგის პრობლემის აღმოსაფხვრელად გამრიცხვალიანებრის პროცესის დაწყება სწორი ნაბიჯია. როგორც მაია მელიქიძე BMG-სთან ამბობს, სვანეთში ელექტროენერგიის საფასურზე დაწესებულმა შეღავათმა არასწორი ფორმა მიიღო, რადგანაც შეღავათით კრიპტომაინერებით სარგებლობდნენ, რაც თავისი შინაარსით ბიზნეს საქმიანობაა. მისი თქმით, თუ კი გარკვეულ ჯგუფებს აღნიშნული საქმიანობა სურთ, მათ შესაბამისი კომერციული ტარიფი უნდა გადაიხადონ. ელექტროენერგიას ძალიან დიდი დოზით მოიხმარდა სვანეთი, რა თქმა უნდა, გადამცემ ქსელებს აწვებოდათ დატვირთვა და ცვეთა საკმაოდ მაღალ დონეზე იყო, ხშირი იყო გათიშვები, როგორც ხანგრძლივობის თვალსაზრისით, ასევე რაოდენობრივი მიმართულებითაც და ამით სარგებლობდნენ კონკრეტული კერძო პირები, რომლებიც აგენერირებდნენ არალეგალურად, არაკანონიერი მიერთებების გამოყენებით თანხას და ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება და პირდაპირ სახით ურტყავს ენერგეტიკის განვითარებას. თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ მაინერებით თქვათ ისარგებლოს, არსებობს ესეთი მოგეხსენებათ ტარიფი არის დადგენილი 0-დან 100 კილოვატამდე, 100-დან 300-მდე, თქვენს არაერთგზის გაგიშუქებია და 300-დან ზევით. სწორედ 300-დან ზევით ტარიფში ჯდება კრიპტომაინერების მიერ წარმოებული პროდუქციის სტანდარტი თუ მოხმარება. პირველი ქართული მინერალური წყალი ბორჯომი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბაზარზე მასშტაბური გეგმით შედის. ამიერიდან ბრენდი ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის პრემიალურ ქსელურ მარკეტებში და მთელი ამერიკის მასშტაბით ამაზონზე იქნება წარმოდგენილი. შეერთებული შტატების ბაზარზე ბორჯომის პორტფელის შემადგენლობაში ბორჯომთან ერთად წარმოდგენილია ნატურალური ხილის არომატებით გამდიდრებული გაზიანი მინერალური წყალი, ბორჯომი არომატი და 100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი ბორჯომისგან. ამერიკაში ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება, სწორედ ამიტომ ბორჯომი ამ ტერიტორიაზე საქართველოსგან განსხვავებული სტრატეგიით შედის. ბრენდის ახალი პლატფორმა For People with Guts აძლიერებს ბორჯომის პოზიციონირებას ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით. საქმის კურსი ამით დასრულებულია. პირდაპირ ეთერში 4:30 ვბრუნდებით. დაგველოდებით.